გამარჯობა, თქვენ ვიყურებთ Microsoft Excel 2016-ის ვიდეო გაკვეთილს თემაზე ბეჭდვის პარამეტრები. ჩვენ არაერთი ვიდეო მიუძღვენით უკვე ბეჭდვას, თუმცა page layout-ის, page setup-ის ნაწილს sheets, რომელსაც ქვედა print და print order არეები აქვს, ეს ჯერ არ განგვიხილია. მოდით ვნახოთ, რას ნიშნავს ბრძანება grid line-ი. თუ ამ ღილაკს დავაწვევით ხელს და მივცემთ ბრძანებას print preview, ამ შემთხვევაში დავინახავთ, რომ ცხრილი დაიბეჭდება წყვეტილ ჩარჩოებში. თუმცა მიაქციეთ ყურადღება, რომ page setup-ში თუ გამოთიშული გვექნება grid line-ი და დავაწვევით print previews, მხოლოდ ის ნაწილი, რაც თავის მხრივ border-ში იყო ჩასმული, ის დაიბეჭდება ჩარჩოში. ასევე უნდა ვთქვათ, რომ page setup-ის sheet ნაწილში არსებობს black and white პარამეტრი, რომელიც ფერად დოკუმენტს გააშავთეთრებს. დაბეჭდავს draft quality-ით, ანუ დაბეჭდავს ეკონომიურად უფრო ნაკლებ cartridge თუ ტონერს დახარჯავს. და არის კიდევ ბრძანება row and column heading-ი, რომელიც ძალიან პოპულარული და აქტიურია, მაშინ, როდესაც თქვენ გაქვთ სურვილი, რომ დაინახოთ ცხრილისათვის სვეტებისა და სტრიქონების დასახელება. და აი როგორც ხედავთ, გამოვიდა A, B, C, D, E, F, G და 1, 2, 3, 4, 5, 6 და ასე შემდეგ. ანუ თვითონ ცხრილზე აჩვენა თავისი სათაურები. Page setup-ში ვბრუნდებით, ვთიშავთ header, rows and ასე ვთქვათ, row and columns და მოდით დავუბრუნდეთ OK, დავუბრუნდეთ აქ და მოდით ჩავსვათ რაიმე კომენტარი. მაგალითად insert comment-ი, ჩავწეროთ რაღაც კომენტარი და ასევე აქეთაც ჩავწეროთ insert comment-ი. აქაც რაღაც კომენტარი. ასევე გეტყვით, რომ შესაძლებელია მაგალითად ეს უჯრა გავყოთ 0-ზე, რომ იყოს error-ი. მოდით ვნახოთ, რომ page titles თუ დავაწვევით და ავირჩევთ, რომ კომენტარები გამოჩნდეს end of the sheet-ი და მივცეთ, რომ cells error-ები გამოჩნდეს როგორც ტირეები. დავჭიროთ print previews და ნახოთ რა მოხდება. ანუ error-ის ადგილი გამოჩნდა ტირეთი, ანუ არ დაწერა, რომ div 0-ია და კომენტარის ნაწილს რაც შეეხება დოკუმენტის ბოლო გვერდში დაამატა, რომ cells C5-ზე ამ და ამ ადამიანმა ესა და ეს კომენტარი დაწერა, თორე cells-ზე F5, ანუ უჯრაზე F5, ამ და ამ ადამიანმა დაწერა ეს კომენტარი. აი სწორედ ასეთ დროს, რომ მივაგნოთ მერე რომელი იყოს C მეხუთე უჯრა ან ასე შემდეგ, სასურველია იყოს row and column heading-ები ჩართული. და როდესაც ჩვენ მიუთითებთ ბრძანებას preview, აი დავინახავთ, რომ უკვე ეს ჩანს A, B, C, D და შესაბამისად, ანუ C მეხუთე უჯრას მარტივადაც მივაგნებთ უკვე ფურცელზე და მივხვდებით რა კომენტარი წერია მას. მადლობა ყურადღებისთვის.